7 თვიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც დილის 8 საათზე საპატიმროდან გამოაგდეს ქოცემა მყინვარში, მაიკით, მაისურით. შესაბამისად, საბოლოოდ ქოცემა იფიქრეს, რომ გირჩიაო და გირჩს რა მოუახს ამ თარში, სეცევაში. პრინციპში იფიქრეს და ქოცები რა შუაში ერთმანეთთან, ბოდიში, არ ვიცი რა მოხდა. მოკლედ თავი გამოუშვეს. მოკლედ ზურა ჯაფარიძე ესეთი ადამიანია, რომ ყველას გაეხარდა მისი გარეთ გამოსვლა. მე მგონი ქოცებსაც გაეხარდათ. ყველა დადებითად შეხვდა, ყველა ღიმილით და კარგი განწყობით დახვდა, რა თქმა უნდა, გარდა ერთი ადამიანისა, გიგა ბუკერიასი, რომელმაც საშინელი და ისევ ცოტა ბოღმიანი სტატუსი დაწერა, როგორც იცის ხოლმე. გიგას არ დაუწერია. ეხლა მე ჩემო პროდიუსერმა მითხრა, რომ არაფერი ცუდი გიგა ბუკერიას არ დაუწერია. მოკლედ როგორც გავარკვიე, ლიკა ბაკურაძემ ოპერატორთან და მე მონტაჟის საერთოდ პროდიუსერიც ყოფილა და როგორც პროდიუსერის დამხმარე მითხრა, არაფერი ცუდი გიგა ბუკერიას არ დაუწერია, კომენტარებში დაუწერია, მე ცოტა ისეთი ის. მოკლედ გთხოვთ ბატონო გიგა მე არ მაგინოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ისაუბრეს არხიც, გააქტიურეთ ორივეგან ზარისღილაკები, დაგვილაიქეთ ყველა ვიდეო, რაც მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ და დაგვიწერეთ კომენტარები ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ეთანხმებით, რომ მოროშკინას წიგნები უნდა შევიდეს 50 წიგნში, რომელიც არ უნდა წაიგეხოს სანამ ცოცხალი ხარ.